ეს არის სოფლის ცენტრი და იქით მდინარე ენგური. აი ეს საჯარო სკოლა ეს. აგერა აფხაზეთი. აი ამის იქით იწყება აფხაზეთი. სოფელი საბერიო გალის რაიონი. საბჭოთა კავშირი დაიშალა, მას მოყვა დესტაბილიზაცია, ეს იყო გამსახურდიას პერიოდში, დიდად დაეყო აფხაზეთის ზონი, ჩვენ მათ უშუალო მოსაზრე, ჩვენი სოფლის მოსახლეობას აქვს უახლოესი მჭიდრო კავშირი, ნათესაური უახლოეს მეზობელ რაიონთან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გალის რაიონთან და პირადად მე სამი მამი და ორი დი და ბიძა ცხოვრობ ჩემი გალის რაიონში. გამაშნია საკარბიდამო მეურნეობა 1 ჰექტარამდე. აქედან უნიმთელი 16 ჰექტარი მიწის ფართობი უკავია თხილის მეურნეობას სულ 500 ძირამდე, მომდის მოსავალი ყოველწლიურად ერთონა ნახევარი. გამაშნია ასევე ხეხილის მეურნეობა, ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი და სხვადასხვა სახის ნარგავობები. აქვს ვენახი, ქართლოსანი, პილოტი, ღორი, ფრინველი. მე ვარ ნუგზარ გერგედავა, 55 წლის პროფესიით ეკონომისტი. ცხოვრობ ძალინჯერის რაიონის ბახურანის თემში. კოლმურობაში სრული ბავშვობიდან დავიწყე მუშაობა, 18 წლის ვიყავი, რაც კოლმურობაში ფიზიკურად დავიწყე მუშაობა, მუშაობდი მეცხოველობის ფერმაში. პერიოდისათვის კარგი იყო, დღევანდელ პერიოდისათვის დღევანდელი სიტუაცია უფრო მორგებულდა მისაღებია, რათა თვითონ აქვს თავის ოჯახში, თავის მეურნეობაში მიწა სრული დატვირთვით ლერს მინიმუმი 1 ჰექტარი, უფრო მეტიც და თვითონ მართავს თავის მეურნეობას, თვითონ თავისი შეხედულების მიხედვით. ადრე უფრო გვიჭირდა და ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდით. აი ბოლო 15 წელი ძალიან მძიმე პირობები და მდგომარეობა გამოვიარე, ძალიან მძიმე იყო ცხოვრება. მაგრამ ეხლა უკვე უკეთესი ცხოვრებაა. ოჯახში ცხოვრობს 3 სული, მე მეუღლე და ვაჟიშვილი 13 წლის. ოჯახური მეურნეობაში სოლქმარი მუშაობთ ერთად, გეხმარება ცოტათი პატარა 13 წლის მერვე კლასელი გიორგი გერგედავა. ჩვენ ერთმანეთს პირველ შევხვდით ნათესაურის კონცოლში. გავიცანით ერთმანეთი. მე ერთმანეთის ხასიათები მოგვეწონა. მე გადამწყვეტ ოჯახი შეგვექმნა. ხასიათში დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტი და რა ვიცი, მაშინ ძალიან კარგად ვიყავით აფხაზები და ქართველები. თანაკურსელები აფხაზები ყავდა და ძალიან კარგ ურთიერთობაში ვიყავით ერთმანეთთან. აფხაზი მყავდა, მე პირადად დეკანი. ძალიან საყვარელი პიროვნება იყო, ძალიან მიყვარდა. ეს იყო გვარად ფეიძბა იყო. თანაკურსელებიც იყვნენ, მათ შორის იყო ასტამორჩინჯულია. რა ვიცი, ყველასთან თითქმის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. და ჩემი სურვილია და ჩემი ნატრა ისევ ერთად რო ვიყოთ. ეს პირი ჩემმა დედაშვილმა მოჩვენა და მე ძალიან მიყვარს და ამასთან დიდ დროს ვატარებ. არებ ჩიტებს ვესვიან რამეს და ძალიან მიყვარს ეს. მე მინდა გამოვიდე ექიმი, იმიტომ რომ ადამიანებს დავეხმარო და უმკურნალო. მე მინდა ამ სპეციალობას დავეუფლო ლონდონში. იქ ძალიან განთქმული უნივერსიტეტებია. დიდ დროს ვუთმობ, ეს პირველ რიგში შეეხება ვაკონტროლებ თუ როგორ მოამზადა გაკვეთილები, მის შემდეგ თავისუფალ დროს სპორტით ერთობით ერთად ჭადრაკი, შაში,
ერთად უსმენ ტელევიზორს თუ რამე საინტერესოა ზოგჯერ თევზაობაში სათევზაოდ მივდივართ ერთად ჩემთვის აქვს ჩემზე უფრო მეტი პერსპექტივა იმიტომ რომ აქვს მეტი ხელშეწყობა მშობლებისგან და თუ ბოლომდე მშობლებს მოусმენს და დაუჯერებს ვისწავლის სკოლაში უკეთესად ჯერა რომ ის პერსპექტიული ადამიანი დადგება ცხოვრებაში რა თქმა უნდა იღბლიანობაც არის მეტად ჭარბობს იღბლიანობა ცხოვრებაში თუ იღბალი გაქვს ახვალ ფონს რა თქმა უნდა შრომა თავარია სურვილი მქონდა განათლების გაგრძელების არ მქონდა ოჯახში ეკონომიური საშუალება ამაში ბევრი რაღაცა ფაქტორები მიშლიდა ხელს მაგრამ მაინც მაყოფილი ვარ ჩემი შრომით რასაც მივაც